ალბათ ვერც კი წარმოიდგენთ ქართული ესტრადის ვერცერთ დივას მეტროში. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში სოციალური სტატუსი მაინც და მაინც ლიმუზინებით სიარულში არ გამოიხატება. აი მაგალითად Florence and the Machine-ის ვოკალისტი Florence Welch-ი აიღეთ. გოგონა Kendrick Lamar-ის კონცერტიდან სახლისაკენ მეტროთი მიეშურებოდა. სწორედ მისმა ვაგონში შესვლამ გააჩინა ის მიზეზი, რის გამოც ჩვენ გარდა კიდევ აურაცხელ საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა. რა გასაკვირია და მეტროში ჩასული ბრიტანელი შემსრულებელი ძალიან ბევრმა ადამიანმა იცნო. მათ ერთდროულად ბენდის 2009 წელს გამოსულ ალბომში შესული ერთ-ერთი სიმღერის You've Got the Love-ის ღიღინი დაიწყეს. იმის ნაცვლად რომ ფლორენსი უახლოეს გაჩერებას დალოდებოდა და ვაგონიდან გაქცეულიყო როგორც ბევრი სტარი მოიქცეოდა, გოგონა თაყვანისმცემლებს სიმღერაში აყვა. 26 წლის შემსრულებელმა თანამგზავრებთან ერთად სიმღერა სრულად შეასრულა. შემდეგ კი Kendrick Lamar-ის backstage freestyle-იც მიაყოლა. მოკლედ, Welch-მა ფანებს მინი კონცერტი პირდაპირ მეტროში მოუწყო. რაც შეეხება შემსრულებლის სასცენო მოღვაწეობას, ის სულ რამდენიმე კვირაა, რაც ტურნედან დაბრუნდა და თაყვანისმცემლებს ერთი წლით აღებული პაუზის შესახებ აცნობა. ტურბასებისგან და მუდმივი მოგზაურობებისგან დასვენება და შემოქმედებითი ძალების აღდგენა მჭირდება, განაცხადა Florence-მა. როგორც მუსიკოსი დაგვირდა, ის სცენას განახლებული ენერგიით დაუბრუნდება და ბავშვობის მეგობართან ერთად მიუზიკლსაც კი გადაიღებს. მანამდე კი არც მეტროში სიმღერით ფანების გახარება აურიგო საქმე. შაკირა იმისი ღირსი იყო, მთელ მასმედიას მისი შვილის შეძენა დაეიგნორებინა. შემსრულებელი ამჟამად უკვე ყოველგვარი ხუმრობისა და მოტყუების გარეშე 22 იანვარს დედა გახდა. ქვეყანას პატარა ბიჭუნა სახელად მილანი საკეისრო კვეთის საშუალებით მოევლინა. ამ სასიხარულო ინფორმაციის შესახებ მამამ ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ პერსონალური ბლოგის საშუალებით გაახმაურა. შაკირას მშობიარობის შესახებ ხმები თავდაპირველად დეკემბრის ბოლოს გავრცელდა. ჟერარ პიკემ თაყვანისმცემლები თავად მოატყუა. სპორტსმენის ხუმრობის მიზეზი კი 28 დეკემბერი გახლდათ. სწორედ ამ დღეს ესპანეთში ტყუილების დღეს აღნიშნავენ. პიკეს ხუმრობა სულ მალე გამომჟღავნდა. პრინციპში პრესაში ჟერარის მაშინდელი განცხადების სიმართლეში ეჭვი ბევრმა შეიტანა და როგორც აღმოჩნდა სრულიად საფუძვლიანადაც. რეალურად პიკესა და შაკირას პირველი ვაჟი ქვეყანას 22 იანვარს მოევლინა. კოლუმბიელმა მომღერალმა ბარსელონას ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში იმშობიარა. მისივე მოთხოვნით ბლოგში მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ექიმები დაუშვეს. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შაკირასა და პიკეს ურთიერთობა ბავშვმა გადაარჩინა. წყვილშორის გაუგებრობები ძირითადად პიკეს საყვარლების გამო ფუჭდებოდა. როგორც ფეხბურთელებს შეხვდებით, ჟერარი ერთხელს არ სჯერდებოდა და მეგობარ გოგონას თითქმის ყველა კაბიანთან ღალატობდა. თუმცა მას მერე რაც შემსრულებლის ორსულობის შესახებ გახდა ცნობილი, პიკემ ჰორმონები ცოტა მოთოკა და მეოჯახის როლში შევიდა. რაც შეეხება შაკირას ფეხმძიმობას, შემსრულებელმა დიდხანს მალა თავისი მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ბოლოს საკუთარმა მამამ გასცა. ერთ-ერთ ინტერვიუში უილიამ მებარაკმა განაცხადა: "იმედი მაქვს, ჩემი შვილი სულ მალე ოფიციალურ ინფორმაციას გაავრცელებს და თავად მოგიყვებათ, რომ მის პატარა ოჯახში მადებაო." ბატონი მებარაკის სიტყვების შემდეგ შაკირა ჟურნალისტები შეუჩნდნენ, თუმცა 35 წლის ვარსკვლავის სამარისებურ დუმილს იქამდე ინარჩუნებდა, სანამ გაბერილი მუცლის დამალვა შეუძლებელი იყო. რამდენიმე თვის წინ კი გამოტყდა, რომ თავისზე 10 წლით უმცროს ბოიფრენდს შვილს უჩენდა. წყვილმა პირველ პატარას მილანი უწოდა. თურმე ახალბედა მშობლების სხვადასხვა ენაზე სახელის მრავალგვარი მნიშვნელობით მოიხიბლნენ. მილანი ძვირფასის, საყვარელის, შრომის მოყვარის და ბევრი დადებითი მნიშვნელობის მატარებელია. ბიონსემ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინაუგურაციის ცერემონიალზე შესრულებული ამერიკის ჰიმნის შემდეგ ქებადიდების იმხელადოზა მიიღო, გასაკვირიც იქნებოდა ხალხი ახლა მის ლანძღვა გინებაზე არ გადართულიყო. ამ საფასუხისმგებლო მოვალეობის აღსრულებიდან რამდენიმე საათში ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბიონსემ ცერემონიალზე ამერიკის ჰიმნი კი არ შეასრულა, არამედ უბრალოდ პირი გააღო, ანუ პლუს ფონოგრამა გამოიყენა. ამერიკის საზღვაო ქვეითების ორკესტრის პრესმდივანის კრისტიან დიუბიოს განცხადებით, ბიონსე იდეაში სულაც არ მღეროდა და ამისი მიზეზიც მისთვის სრულიად გასაგებია. მას მერე რაც სკანდალის ნიშნები გამოიკვეთა, პრესაში ორგვარი ინფორმაცია გავრცელდა. ერთის მიხედვით ქალბატონ ნოულს კარტერს ორკესტრთან ერთად რეპეტიციის არანაირი დრო არ ჰქონდა. შესაბამისად, ლაივში სიმღერისას რაიმე შეცდომას რომ არ ჰქონოდა ადგილი, მოუწია ფონოგრამის დახმარებით გამომძვრალიყო. ამ ყველაფრის გარშემო ატეხილ ჭორებს კი ის ფაქტი უმყარებს საფუძველს, რომ შემსრულებელმა სიმღერის დროს ყურსასმენი მოიხსნა.
მეორენი ამტკიცებენ, დიდი დანაშაული სულაც არ გახლავთ, თუ ბიონსემ მხოლოდ საკუთარი ვოკალური მონაცემების იმედად ყოფნა არის სურვა და ინაუგურაციაზე მხოლოდ ღიღინით შემოიფარგლა. მსგავს საპასუხისმგებლო ივენთებზე ხომ ტექნიკური მიღწევებით სარგებლობა დიდი დანაშაული სულაც არ გახლავთო. საბოლოო ჯამში კი პრესაში გავრცელდა ხმები. თითქოს ორკესტრისა და ქვიმბის ჩანაწერი ეგრეთ წოდებულ ბექაპად თავის დასაზღვევად ჰქონდათ შენახული. თუ კი რაიმე პრობლემა შეიქმნებოდა, ბიონსე სწორედაც რომ ჩანაწერის დახმარებით ისარგებლებდა. ნაომი კემბელი საფრანგეთში მიღებულ ტრავმებს იახტაზე სიმპათიური მამაკაცის გარემოცვაში იშუშებს. სუპერმოდელი მეგობართან ერთად განსაკუთრებულად გულახდილ და სექსუალურ ბიკინიში შენიშნეს. სხვათა შორის מחვილ თვალს არც ის გამოპარვია, რომ კემბელის გვერდით მისი საქმრო ვლადისლავ დორონინი არ ჭაჭანებდა. სამაგიეროდ იქვე იყო იახტის პატრონი, რომელიც თვით ჰოლივუდელი ქერა სექს სიმბოლო ლეონარდო დიკაპრიო გახლავთ. ესეც მორიგი სკანდალის დასაწყისი. დასაკეთებდა ტოპ-მოდელი დიკაპრიოსთან ერთად თითქმის შიშველი, თანაც ერთგული ძვირფასი მილიარდერი მეგობარი კაცის გარეშე. დავიჯეროთ მის საბანკო ანგარიშებს სიმპათიური ლეო და მსახიობის საცოდავი მილიონები ამჯობინა. არადა თითქოს რამდენიმე თვის წინ იყო, რომ შავმა პანტერამ ძვირფას ვლადისლავს გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა. სპეციალურად მისთვის დაიანა როსიც კი დაპატიჟა. თუმცა რას გაიგებ, ნაომის მერყევი ხასიათი ყველასათვისაა ცნობილი, დიკაპრიოს მექალთანეობაც. ასე რომ არ არის გამორიცხული ორ ვარსკვლავს შორის რაიმე სასიყვარულო ამბავიც არსებობდეს. მით უმეტეს რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და შიშველ ნაომიზე მეტი ცეცხლი რაღაცაა. სხვათა შორის მანამ სანამ შავ პანტერას ლეოს იახტაზე წამოკოტრიალებულს გამოიჭერდნენ, მის გარშემო ნამდვილი კრიმინალური ორომტრიალი იდგა. როგორც ზემოთაც გითხარით, პარიზში კემბელი ლამის მძარცველების მსხვერპლი გახდა. ქალი ტაქსის გაჩერებას აპირებდა, როდესაც მას მოტოციკლზე ამხედრებული ორი ყაჩაღი მიუახლოვდა. მათ მოდელს ჩანთა ხელიდან გამოგლიჯეს და ძირს დააგდეს. ნაომიმ ფეხი დაიზიანა, თუმცა პოლიციის განყოფილებაში მიღებულ შეთავაზებაზე საავადმყოფოში გამოკვლევებზე წაეყვანათ კატეგორიული უარი განაცხადა. როგორც ნაომისთან დაახლოებული ადამიანი ყვება, კემბელის ვარაუდით მას მძარცველები კარგ ახანს უთვალთვალებდნენ და როდესაც მარტო მოიხელთა, სწორედ მაშინ სცადეს მისი ძარცვა. მოდელს ხელი ჰკრეს და სწორედ მიწაზე დაცემის გამო მიიღო ტრავმა შავმა პანტერამ. როგორც ხედავთ, არც ცელებრიტები არიან დაცული ისეთი უსიამოვნო ინციდენტებისგან, როგორიც ქუჩაში ძარცვაა. თუმცა დამნაშავეებმა ღმერთს ნამდვილად მადლობა უნდა შესწირონ, რომ ნაომიმ სწრაფი რეაგირება ვერ მოახდინა. თორემ მისი ფეთქებადი ხასიათით თუ ვიმსჯელებთ, საეჭვოა რომელიმე ცოცხალი გადარჩენოდა.